ორი კვირის წინ დაახლოებით ორი კვირის წინ ტელეკომპანია იმედი მქონდა სახლში ჩართული და მოვკარი თვალე შუა ქალაქის გამეორებას. შემი სიყვარული სერიალი. ბაკურიანის წყალი დავისკი, ჩავუჯექი და იმის შემდეგ ვეღარ ავდექი. და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ზუსტად იგივენაირად მეცინებოდა. ზუსტად ისეთივე ინტერესით ვუყურებდი და მოკლედ არ ვიცი რა გააკეთეს ამ ადამიანებმა ასეთი. მოგესალმებით მეგობრებო. ჩემი სტუმრები არიან თამუნა ნიკოლაძე, გოგა ბარბაკაძე, ჯაბა კილაძე და მარიამ ჯოლოგუა. რა ითამაშეთ ასეთი რომ ვეღარ წდებით უკვე წლებია ტელევიზორზე. რა გააკეთეთ? ამდენ წლიანი პაუზის შემდეგ რო ჩავთავ და აღარ გადართავ და თან მართლა ხუმრობებზეც გულიანად რო გეცინება. რო არ ძოლდება ეს რაღაცასთან გვაქვს ხუმრობები. და ძალიან დიდი მილიონ ნახევარს თუ გადაგიხდია სერიალში. უბრალოდ ეხა შემოგვიჯამა ჩვენი თახა და გავიხსენოთ რა მეგობრებო როგორ შეიქმნა შუა ქალაქი. თან მართ არავინ არ მყავით ვერც წარმოვიდგენდით რომ შეიძლება ესეთი რაღაც გამოხმაურება და ესეთი ლეგენდა გოგა ჯერ დაიწყე ვიყავი 47 კილო ესე დაიწყე ვიყავი პატარა ბიჭი დაკიდან და დაიწყე 20 years challenge გვაქვს ეხმაურები მაშინ თან როგორ იყო იცით ცოტა ვერიდებოდით ხოლმე სერიალების რაღაც ტელევიზიას არ მოგწონთ არ გვიდოდა ანუ სულ არ გვეგონა რომ რაღაცა ესეთი გაკეთდებოდა ოდის კიდევ კარგი რომ დათანხმდი მაგას ნამდვილად ელოდით რომ ამდენი წლის შემდეგ ასეთი საინტერესო ადამიანი და აგვიყვანეს 8 იუმორისტული გადაცემა აი რაღაც ცოტა აი ხო აი გოგამ სწორად თქვა რა აი მეც აი ვნახე განცხადება რომ აი არის ესეთი კასტინგი და არც მიფიქრე მართალი გითხრათ რომ იუმორისტული რაღაც სხვანაირთან იყო ცოტა არენდო ხო რა რაღაც უნდობლობას მე დამირეკა ეკავა მაშუპელმა მხატვარარმაჩველმა მოდიო იუმორისტული ხო ნახე ეკათხა რაღაც მე იუმორისტულსაც ჩემთან ვერ წარმომიდგენია თქო და ისარიო სახიობები არის ხოიციო რაზე გირეკა ხოიციო თავი ვერ წარმომიდგენია ხოიციო ხა რაზე იცი რა არ ходила გაკეთებული მანამდე და ამიტომ არ ხონდა ნდობა და არ რაღაც ისე ვიყავი ხო მეცო დამირეკეს და მითხეს რომ ამის შოუ სტუდიიდან გირეკავ ცოტა სიმართლე გითხრა არ მეგონა თავიდან იმიტომ რომ მეგონდა რაღაცა სკეჩები და სახიობის სკეჩის თამაშს ცოტაერიდება და არც გააკეთებს. და რომ მოვედით და დაგვხვდა ისეთი სერიოზული ჯგუფი და ჩვენც შეუერთდი და გავხდით ერთიანები. მე გამოვიდა ისეთი საქმე რომ აგერ 12 წელია უყურებს ხალხი. აი თქვენც გეცინებათ ახლა სერიალის ხუმრობებზე რა უყურებთ? არა მართლა იმიტომ რომ თავიდან რა ანუ ის ხას გამარჯობა სულ გიყურეთ მაგრამ ეს დიდი მადლობა თქვენი დანახვა ძალიან მართლა ძალიან კარგი ხარ პოზიტივი მოდის თქვენგან და კიდე ერთი რო ყავს ხოლმე აქ მაინც არა ერთი მოვიკითხოთ დღეს რომ ძინავს ხო ეხლა ისე თვითონ თავიდან რომ დავიწყეთ მე ამ ქართული ის ხარ მენტალიტეტი ეს უკვე სენია ჩვენი რომ აუცილებლად თუ არ გავაფუჭეთ მე მომავალში რაღაცა ისე ნუ არ შეიძლება და ეს თავიდან რატო ამბობ ამას და ხას რატო უსვამ რომ ზოგადად ყველაფერი გადავაქ ქვეყნის ჭრილში და პროპატრიოტული ისულის გადავით რომ გუნდურობამ და იმ მთელი წარმატების ფორმულა მე ვფიქრობ იყო გუნდურობაში იმ გუნდში რომელიც ჩვენ დაგვხვდა რომელთაც ჩვენ შემდგომში შეგკრეს და შევკრიბეს და ეს იყო სინთეზი ორი ასე ვთქვათ გუნდის გაერთიანების და ყველა ადამიანს ჰქონდა იქ თავისი უნიკალური ფუნქცია რა დაწყებული უბრალოდ ლურსმის დარტყმით დამთავრებული რაღაცის შექმნით და ეს იდეალურად ისე იყო დაალაგებული რომ დაიდო ეს შედეგი რა იმ რეალობაში რა რეალობას მაშინ იყო საქართველოს დისციპლინიდან დაწყებული დღემდე შეგვიძლია ვთქვა რომ შუა ქალაქმა გვასწავლა ძალიან ბევრი კარგი რამ კამერასთან მუშაობა დისციპლინა წესრიგი და მოსეთი მობილიზება რაღაცა რიტუალები იყო მე რომელიც იყო სვიტოეძელა აი მის მერე არ შეიძლება უნდა ყველანი დოსტოევსკის ენაზე გეტყვი ის არის რა ქვია იცი როგორ იყო აი სცენარის წაკითხვას უნდა დასწრებოდეთ ყველა აი ის იყო იცი როგორი მომენტი რომ აი არ შეიძლებოდა რომ არ დასწრებოდა ვინმე აი თუ ვთქვათ აი მერე როცა მორჩებოდა
გადაღება ყველა უნდა დამჯდარიყავით ამ ჩვენ პავილიონში და იყო განხილვა ის იყო კაი ეს აი ისეთი აი სხვანაირად აი იქ რო არ მჯდარიყავი ეს უბრალოდ არ შეიძლება და მე მორჩი ჩემს სცენას და წავედი რეჟიმი რეჟიმი ძალიან გადადებული ქონდათ თავი? არა ვერ ვიტყვი რომ გადადებული ქონდა ეგეც ძალიან აწყობილი ხო მაგრამ კვირის 3 დღე ცხოვრობდით მეოთხე პავილიონში ხო, თუმცა რო იცოდი რომ შენ სცენა იწყებოდა ამ და ამ დროს, როგორც წესი ის იწყებოდა ამ და ამ დროს, როგორც წესი თავდებოდა ამ და ამ დროს, აი ძალიან ყველაფერი ძალიან აწყობილი. ეს დავამატებ, ფიქრობ, საათში მივიდით რა, 2 საათში 2 სერიას. ეს კიდე ცალკე სპეციფიკა იყო, როცა მაყურებელი ესწრება ეპიზოდების ჩაწერას. მაყურებელი ზოგი გარეთ იდგა და ფაქტობრივად პრემიერა იყო. პრემიერა მქონდა ყოველ ოთხშაბათს, კი. ოთხშაბათი იყო, რაც პატარა ესეთი. თვითონ ჩაწერის პროცესი როგორი იყო? ხომ არ იცვლებოდა ხოლმე სცენარი მაყურებლის რეაქციიდან გამომდინარე და არ იცვლებოდა, კოხი გაბრაზდებოდა მე ისე რომ ჩვენ მე მთელი ღამე არ გვეძინა რას და რაც ლაპარაკობ. მთავარი აი ამ სწავლასთან ერთად რაც ახსენეთ რომ ბევრი რომ ისწავლეთ დისციპლინა ეს ის თან გუნდურად შეიკარეთ მთავარი არის მე მგონი მაყურებლის სიყვარული რომელიც პირველივე დღიდან დაიმსახურა და დღემდე 12 წელი გავიდა და დღესაც თამამად ვთქვათ რომ რეიტინგებს ხსნის ეს სერიალი აი ამდენ წლიანი პაუზის შემდეგაც კი